გრძელდება ეს სერია, თქვენ სცენაში წარვდექით და არც როგორც ყოველთვის ჩვენთან საინტერესო და სახელმწიფოებრივი, ბუნებრივი და ესეთი ადამიანები, მართალი ადამიანები არიან და დღეს კიდე განსაკუთრებით ქალბატონი ადამ არშანია წარდგება ჩვენ სცენაში. მოგესალმებით ქალბატონო ადა და კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ სტუდიაში და ეს ყოფილიყოს რაღაც შემოbrunების, ფერისვალების, სახეცვლილების განახლების, სულიერი განახლების, გონების განახლების რაც თავარია, რაც აკლია ამ ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას სამწუხაროდ. აი ეს ყოფილიყოს თქვენი და იმედია რომ პროდუქტიული იქნება ჩვენი თანამშრომლობა. ეს პროექტი მინდა ერთი ორი სიტყვით გითხრათ რას ნიშნავს ეს მე პატეს მივაგებ ჩემ გარდაცვლილ მეგობრებს და ცოცხლებსაც, რა თქმა უნდა, პარტნიორები არიან. საქართველოს გუშინ დღეს ხვალ ეს არის პირობითად ჩვენ ვიწყებთ 88 წლიდან დაახლოებით მერაბ კოსტავრო გამოვიდა ციხიდან და ეროვნული მოძრაობა რო აღზევდა. აი ეს არის ათulis წერტილი ამ პროექტისთვის. მეც თანა დამფუძნებელია და მე ნოდარ ნათაძე, პაატა კოგუაშვილი, მერა ბურიდია, სხვაები კიდე ჩემი მეგობრები დღეს ვინც არიან, უზენაეს საბჭოს ბაზაზე ძირითადად და შემდგომ კონსტიტუციაზე ხელისმომწერი თქვენ, რომელიც იყავით ერთად ვიყავით პარლამენტში 92 აი ძირითადად ის ბირთვი არის, რომელიც ცდილობს, ასე ვთქვათ, გუშინ რაც იყო ფუნდამენტალური ისტორიული, ზეისტორიული მოვლენები, აი იქიდან შეხედოს მოვლენებს, ათulis წერტილი იყოს და მე თქვენთან ერთად მინდა, ასე ვთქვათ, გავიარო ეს ისა, რამე თუ ახლა აფხაზეთის თემა ამ გადაცემაში და ამ სტუდიაში და ამ პროექტში ჩემთვის და ამ ადამიანების ვინც ჩამოთვალე დომინანტია პირდაპირ გეუბნებით, ესევე როგორც ცხინვალის რეგიონი და რა თქმა უნდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე უფრო წმინდა და არა მარტო ჩვენთვის, არამედ საქართველოსთვის და მე მინდა რომ პარტნიორები ვიპოვოთ, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მერაბ კოსტავასი არ იყოს ჭირს ერთმანეთთან მისასვლელი გზის პოვნა სამწუხაროდ თანხმობის მიღწევა. თანხმობა არ არის ესეთი ტრაფარენტული რაღაც, რომ დღეს შეთანხმდი ხვალ დაანგრია იცვლი რაღაც, ანა ეს არის ფუნდამენტალურ სულიერ და გზელვადიან და ისტორიულ მომენტებზე და იდეებზე ჩამოყალიბებული თემატიკა. აი აქ უნდა შევთანხმდეთ, აქ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი აუცილებლად და მე გაგვიადვილდება რა თქმა უნდა. შემდგომ უკვე ახალი სივრცეების გახსნა, თორე ესე ჩაკერულ ვითარებაში ვარ და ვიხუთებით შეიძლება ითქვა, სიკვდილის ჭაობში ვარ, გაჯაჭარბების გარეშე ვამბობ რა. რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, შემდგომ ჩატარებული რეფერენდუმები და თქვენ მინდა განსაკუთრებით ყურადღება მიაქციოთ. აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც ჩავატარეთ და ძალიან რთული იყო ეგ სხვათა შორის. 71%-მა ხარი დაუჭირა აფხაზეთის ყოფნას საქართველოს შემადგენლობაში და ვერავინ ხმა ვერ ამოიღო, ვერც გარეთ, ვერც შიგნით, ვერც მტრებმა და ვერც ოპოზიციამ შეიძლება ითქვას აქაურმა. თან არ დაგავიწყდეს, რომ ეს გალის მოსახლეობის გამოკლებით იყო, როგორც ასეთი, თორე ის რო ყოფილიყო კიდე ამ რეფერენდუმში მონაწილე, ხო, გაცილებით დიდი იქნებოდა ეს სიტყვი. ჩვენ ამ კომპრომისზე შეგნებულად წავედით. შემდგომ უკვე ეს 28-26-ის მომენტი აფხაზეთის კვოტის თაობაზე ზვიაც კინაღამ რა ვიცი, კინაღამ დამარხეს ცოცხლად და აღმოჩნდა, რომ ეს სწორი იყო და შვიდობა მაშინ გადავარჩენეთ, როგორც აფხაზეთი წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, ცხინვალისგან განსხვავებით, როგორც ასეთი და შევინარჩუნეთ ესე, რომ რუსებიც ახტად დარჩენ, რომ ამის შემდეგ იყო ეგ სამოქალაქო ომი, ეს უბედურობა და თბილისში გასრული მატყუიამ შეიძლება ითქვას გაგვაკარგენა აფხაზეთი. ეს არის ფაქტი, ამას მე მგონი ახლა თვითონ ჭუატყოფილი ადამიანებიც კი ნანობენ ამას, რომ ეს წამოიწყეს ყველა -1 როგორც ასეთი და გამსახურდია და უზენაეს საბჭო არ გვინდა და ასე შემდეგ, ნუ რაღაც გაუთავებელი ესენი იყო აქ ხამალიები, ხო? აი ამ იმაში ვიყავი და კიდე ერთი ფაქტი თქვენი პერსონალური მინდა გავიხსენო რა. As თქვენ იმ პარლამენტში იყავით, ძალიან ძიმე ვითარება რო იყო 92-15 წელი, მაშინ დაიწყო წინა, ხო? ომი დაწყებული იყო, ფაქტიურად ყველგან ვერ ჩავატარეთ ეს არჩევნები.
სამეგრელოში მაგალითად მთელი რიგი რეგიონები სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ და შეუძლებელი იყო მაგას წინ უძღოდა ამ არჩევნებს სახელმწიფო საბჭო, როგორც ასეთი, სადაც არალეგიტიმური იყო, მაგრამ ზვიადი გროზნოში დაუმორჩილებლობა, აბუბუქრებული, დაჟილი, განადგურებული სამეგრელო და ასე შემდეგ არც მინდა ამ თემაზე ახლა დეტალებში შევიდეთ, ორე დაუსრულებლად ვილაპარაკებ. და მე მახსოვს, აი მინდა აშკარად გავამახვილო ყურადღება აფხაზეთში ომის დაწყების, ასე ვთქვათ, პერიპეტიებს და აქტს მინდა ხაზი გაუსვა რა. სანამ ეს ვითარება იქნებოდა, იქ 4 ადამიანი განაგებდა, იქ კიტოვანი სიგუა, იოსელიანი შევარნაძე, სახელმწიფოს მეთაური შევარნაძე იყო, ლეგიტიმაციის სჭირდებოდა, ფაქტიურად ორ ხელისუფლებიანობა იყო. სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე. მერე გახდა სახელმწიფოს მეთაური, დიახ, სავსებით. არჩევნების მერე და იქ მე გეტყვით რა, ყარყარაშვილი შევხვდი, ჩვენ თვითონ ისურვა, ჩვენთან შეხვდა, თედო პაატაშვილთან იყო საუბარი და გადაწყვეტილია, ასე თქვა, ჯარების, ასე თქვა, დაძრა რა ეგ რა. ეს ახლა რას გამოიწევდა, მე მგონი ახლა იოლი რთული მისახვედრი არ იყო. ამას რითი შეფუთავდნენ, ჩვენ ეს გვაინტერესებდა რა. როგორც ასეთი და შეფუთვა და ეს რეზონანსი და ამას ტერი და ჩასაფრებული მხარე როგორ გამოიყენებდა, ეს უკვე მგონი თვალსაჩინო იყო. პირველი განგაშეს არის სხვათა შორის ვერ დაუკარგა ყოველთვის ვაღიარე კი არ ვამბობ, ქართულ ტრადიციონალისტთა კავშირმა გააკეთეს განცხადება, მახსოვს, რომ იქ შესვლა დაუშვებელი იყო, ეს გამოიწვევდა უბედურებას და დაკარგვის ფასად დაგვიჯდებოდა. ეს რამათმა გაატარეს და ამას გიყვებით რა, შემდგომ უკვე შევარნაძესთანაც შევხვდით, კიტოვანთან, სიგუასთან და ამ ხალხთან ქონდა მოლაპარაკება. ამაზე მილაპარაკია, მე კიდე ცალკე ვილაპარაკებ და მივხვდი რა, რომ ამას ვერავინ ვერ შეაჩერებდა რა. ამ იმასთან მოტივი რა იყო, ანუ ეს რითი გააფორმეს ეს, რომ იზარსება იქ როგორც ასეთი და ამიტომ ეს თვითმბრუნვა ეს აგვიჯანყდება სომხეთი, აზერბაიჯანი და ასე შემდეგ, რამეს ომს გამოგვიცხადებს და ამიტომ უნდა შევაჩერო, უნდა ავიღოთ სოხუმი და ავლაგმოთ ასენი და სინამდვილეში ზვიადისტებთან ანგარიშწორება იყო სინამდვილეში თუ გინდათ ამის ხმა. სიმართლებისაც უნდა ესე იყო და სხვების და მემოწმებიან ამას. ამ თემაზე კიდე სხვა დროსაც ვილაპარაკეთ, მე მილაპარაკე ამ თემებზე დაწვრილებით ამ სტუდიაში. ამის წინაშე დავდექით რა. ეს ხო ფაქტია, ხო? იმიტომ რომ ძლიერად სამეგრელოში და აფხაზეთში იყვნენ ზვიადის გამსახურდიას მომხრეები. თბილისში, მაგრამ თბილისში ახლა ცოტა სხვა ვითარება იყო. მიტინგების დახრეტები და უბედურობები და სისხლისღვრები და რა ვიცი და ლეგიტიმაცია ჭირდებოდა. და მე მახსოვს ეს საკითხი მე დააყენეს იმაში სახელმწიფო საბჭოში ქალბატონოა და მე მახსოვს 4 ადამიანმა მიცა წინააღმდეგ, ერთი თქვენ იყავით, მეორე ნიკო ჭავჭავაძე, ირაკლი მენაშვილი, მე მგონი ჯოჯუა იყო კიდე. გოჩა და მეხუთე არ მახსოვს. მეხუთემ თავი შეიკავა თუ რაღაც სამდაგვარი იყო. დანარჩენებმა ყველა ხმა ვინც იქ იყო, აბსოლუტური კვოტა არ ყოფილა, იმიტომ რომ დადიოდნენ ახლა ქორუმი როგორ იყო არის. ამას დოკუმენტები არსებობს, მე დოკუმენტებით ვლაპარაკობ, ვისაც აინტერესებს, ამას შემდგომ წარუდგენ რა. ეს ახლა ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ეს უნდა იცოდეს საზოგადოება და ვინც ამას ხმამისა, ვინც იმას ახნა დღესაც ხელისუფლებაში არიან სხვათა შორის და დანაშაულებრივ კანონებს ღებულობენ. იციან ის რაღაც კომისიებს ქმნიან და ეგ ხალხს ციხეში უშვებენ და ბავშვებს ციხეში ალპობენ და ასე შემდეგ ასე. ახლა ამის დრო არ არის. აი ამის წინაშე დავდექით რა, როგორც ასეთი, მინდა გითხრათ და მე ჩვენ პოზიციასაც გეტყვით, ჩვენ რაის და მე თქვენ მინდა ილაპარაკოთ ამ თემაზე. იმიტომ ეს წარსული აუცილებლად უნდა შევეღოთ, თან თქვენთან ერთად მინდა, იმიტომ მინდა რომ გავიაროთ. ჩვენ 28 აგვისტო იყო, როდესაც შევიდან ესენი 22-ში თუ 21 აგვისტოს, თუ როდეს იყო ზუსტად არ მახსოვს.
14 აგვისტოს ჩვენ ჩავედით სოხუმში და მანდ ვიყავით სამეგრელოში ვიყავით და აფხაზეთში ძირითადად მე და მე თედო პაატაშვილი შევხვდით მირაკლეს იყო მელაშვილი შევხვდით მას თამაზ ნადარეშვილის კაბინეტში ბერიას დაჩაზე გივი ლომინაძე ცოცხალია და რამოდენიმე დეპუტატი იყო კიდე რა და ამ თემაზე რავიდა ლაპარაკი და ტყვეები იყვნენ დაჭერი აფხაზი ბიჭები პირველივე დღეს იყო 3 ტყვე კი და ესენი გამოუშვებინეთ ერთ-ერთი კარგი ბიჭი იყო ძალიან აფხაზი ბიჭი დღესაც მახსოვს ცოცხალი თუ იყოს ვიცნობ კიდევაც არ ვიცი ავღანეთში ნაუმარი იყო მე ვინახულე ტყვეები პირველი 14-შივე ვიყავი ტურბაზას იმაში იყვნენ კაცო მეც რამდენჯერმე სარდაფში ყავდათ სავსებით 3 ბიჭი ახალგაზრდა ძალიან მეტი კიდე ბესხვებიც იყვნენ ნუ მე ისე თქვენ სამს შეგახვედრეს და მე რატომ მივედი ტურბაზაზე ვეძებდი ნუ ვერ გავიგე რა მოხდა იმიტომ რომ ტანკები შემოვიდნენ სოხუმშიო კელასურის ხიდი გაიარესო მეზობლებმა დაიწყეს ყვირილი და ჩავთე ტელევიზორი არაფერი განცხადებები არაფერი არა მე 2 საათზე დღის 2 საათზე გამოვიდა შევარნაძე და განცხადებები გააკეთა რატო შევიდა ეს ჯარი რა ხდება და როგორ ხდება მაგრამ მანამდე თქვენ ეს მე დავასრულებ ამინას ბრძანეთ და არა უკაცრავად არა ამას დავასრულე და მე თქვენ უნდა ილაპარაკოთ დავიწყე გახსენება კი არა სავსებით იმიტომ ზუსტად იმ ადამიანებს შევხვდით კიდე 3 კი არა მანდ იყო ერთ 10 კაცზე მეტი დაახლოებით ეგ ბიჭი გამოიყვანეთ ტელევიზორში გუდაუთის ტელევიზია მუშაობდა მაშინ და განცხადება გავაკეთებინეთ ნებაყოფილობით რა თქმა უნდა კეთილინების საფუძველზე ერთი დღე სულ ამ თემებზე ვლაპარაკობდით რაღაც ერთად სუფრაზეც ვიჯექით და ასე შემდეგ დროებით ყოველ შემთხვევაში და გამოვიდა და მარიამობას დავამთხვიეთ ქალბატონოა და ეს 28 აგვისტოს დაემთხვა ეს ყველაფერი და მოხდა ფაქტიურად ტყვეების ასე თქვა გასულა რა განთავისუფლება რა და იმ იმედით რომ ზმათამკვლელი ეს უნდა დამთავრდეს საკმარისი ეს სიცხლე რაც დაიღვა 3 ადამიანი იყო დაღუპული პირველ დღეს დიახ და მე რაც მოხდა გასა და რის თქმა მინდა ამიტომ დავასრულებ ჩვენ ფაქტიურად ომი დროებით გავაჩერეთ აი ამ სამმა კაცმა პირდაპირ ვაბობ ყოველგვარი მოკების გარეშე. ცოცხლები არიან დაგიმოწმე და მაგრამ აქ ახლა მოცატყუარე და არავისან დივიდენდების აღებას არ ვაპირებ, არც მაშინ და არც ახლა. და ამის შემდეგ თუ გახსოვთ თქვენ 5 სექტემბერს იყო მოლაპარაკება არძიმბას და შევარდნაძე ელცინი რო ჩავიდა და როგორც გარანტი დაუდგა მშვიდობის. ფაქტიურად ამან განაპირობა ეს შეხვედრა რა ჩვენმა დაშორიშორება ამ სქემამ ამ თავიდან ბოლომდე ჩვენი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ჩვენზე იყო რა. ეს რა თქმა უნდა კარგი რაღაცა იყო, მაგრამ რუსები ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, იმიტომ რომ როგორც კი სისხლი დაიღარა და ჯინი ბოთლიდან ამოვიდა, იმ ჯინს უკვე ისარგებლეს მაქსიმალურად შექმნილი სიტუაციით. დიახ, მაქსიმალურად, იმიტომ რომ ტრაგედია თავისთვის ასე. დიახ, ჰიტლერს აქვს ნათქვამი, ახლა ცნობილი სიტყვები აქვს, მოვაწერეთ ყველანაირ ხელშეკრულებას. რომლის შედეგად შენთვის სასარგებლო დროს ნებისმიერ დროს შეგიძლია ის დაარღვიო. აი ასე მოიქცენ, ასე ვთქვათ, რუსები ჩვენთან მიმართებაში და დღესაც აი ასეთ ვითარებაში ვართ, გამოუვალში რაღაც ესეთში და აი მინდა მე თქვენ მინდა ამ თემას შეეხეთ, თქვენთვის საინტერესო ეს ამოუწურავი თემაა, ხო? აი გუშინდელ დღეს მე დღევანდელშიც გადმოვალ და შეიძლება ისდატო თვალინდელ დღესაც შევეხებით და აი მინდა რომ თქვენს აი იმას შეეხოთ ახლა პირადი განცდები ძალიან ძიმე მოსაყოლია ჩემთვის ეს თქვენთვისაც მაგრამ ისტორიისთვის ეს აუცილებელია უნდა იცოდეს ხალხმა ესა და მინდა თქვენ შეხედოთ აი ამ სამყაროდან და იმ გადმოსახედიდან გთხოვთ კი ბატონო
მივესალმებით ჩვენს პატივცემულ მაყურებელს. რადიოთიც გადის გადაცემა? ბატონო? რადიოთიც გადის? თუ არა? არა, ტელევიზიაში პირდაპირ ტელევიზია. პირდაპირ ქართული TV, დემოკრატიის, საწყისი და ოაზისი და ასე. ნებისმიერი თემა. ტელევიზიას რადიოც ტალღაზეც გადის და იმიტომ შეგეკითხე, დიდი მადლობა მოპატიჟებისთვის ბატონ თენგის. ჩვენ ლამის რამდენი წელია ჩვენც ვიცნობთ 35 წელი. დიდი ხანია. სანამ ომი დაიწყებოდა ჩვენ ოჯახს მანამდე მამა თქვენს ყოველ შემთხვევაში ვიცნობთ. თქვენ შორიდან გიცნობდეთ მანამდე. ეროვნული მოძრაობიდან ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, უფრო ახლოს გავიცანით და მეგობრდით, როდესაც კოლეგები გავხდით, პარლამენტის წევრები 92 წელს რო გავხდით. უმძიმესი დრო. უმძიმესი წლები ომი უკვე იყო დაწყებული აფხაზეთში კონფლიქტი. მე სიმართლე გითხრათ, მეგონა რომ ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ კიდევაც ვითარებაზე, რომელიც ეხლა სუფევს სოხუმის უნივერსიტეტის ირგვლივ. აუცილებლად. თუ დრო დაგჭა. უბრალოდ მოულოდნელი იყო ჩემთვის, აი 14 აგვისტოს გახსენება, რასაკვირველია, მე რაღაცებს გავიხსენებ, თუმცა არ არის მარტივი. ის დღე გაუგებარობაში ვიყავით 2 საათამდე, მანამ სანამ შევარდნაძემ განცხადებები არ გააკეთა და ვითხრა მოგიყვა რატომ და რატომ. რა ხდება? თუმცა არ იყო მოსაწონი არც ეს განცხადება. არა, მაგრამ 2 საათამდე მოსახლეობა იყო შოკში. გაუგებრობაში, რას ქვია, ტანკები მოადგენენ სოხუმს და რა ხდება? ვინ მეიღოს გადაწყვეტილება როგორ არის? რატომ რისთვის? უკაცრავად ამასაც ვიტყვი რა, უკაცრავად ჩავერთები. ავთანდილ იოსელიანი ახლოს ვიცნობდი. სახელმწიფო უშროების შეფი იყო აფხაზეთში და ომი რო დაიწყო, აი პარადოქსალურ რაღაც თვითონ მომიყვა, კაცო, ახლოს ვიყავით. პარლამენტშიც მომიყვა ისეც და ოჯახში. ომი რო დაიწყო, მისი ოჯახის ცოლი და შვილი იყვნენ იქით ამხარეს რა, გუდაუთის და იმის ხარეთ იქით ისვენებდნენ და იმის კოორდინაციაც ვერ მოახერხეს. რა, რომ სამშვიდობო ადგილზე გადმოვა, ესე წარმოგიდგენი ახლა რამხელა არა პროფესორი უცოდინარობა, არა კოორდინირება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ როგორც ჩანს, ერთი მხარე ყვება ასე რომ დაირღვა ის შეთანხმება, რაც უნდა ყოფილიყო, შესვლის დროს ტექნიკურად დაირღვაო. და მეორე მხარე ამბობს, რომ მოულოდნელად დაიწყო სროლაო. და იმიტომ აღმოჩნდით ჩვენ ამ საომარ მოქმედებებში. ჩათრეულები. ეხლა იცით რა, არავის სერიოზულად არასოდეს არ გამოუძიებია საქართველოში სამწუხაროდ, თუ რა მოხდა 14 აგვისტოს. არა და ეს ჩვენ უნდა აღო მეორე ფაქტები გერმანო მე ვთქვი ახლა არა და ჩვენ ეს მე ვამბობ ოფიციალურ გამოძიებას არა და ჩვენ სახელმწიფო დაწყნეს დონეზე უნდა იყოს უნდა გაგვიკეთებია და ეს არ გაკეთდა და რამდენი პარლამენტი აირჩა რამდენი უზენაეს აბჭოა დღესაც მოქმედებს არაფერი არ დაიძრა რა ესე იგი მე ფეხით ჩავედი ჩემი სახლიდან აი ამ ტურბაზის ბაზამდე არ იყო შორი. თქვენ სახლის მესამართიც ათქვით. კელასურში ცხოვრობდი ჩვენ ტიმირიაზევის სახელობის ქუჩა 9. რატო ფეხით? იმიტომ რომ ტრანსპორტი არ დადიოდა. ჭაჭანება არ იყო ტრანსპორტის უკვე, არც ტაქსი, არც არაფერი და რაღაც მონაკვეთზე სამხედრო მანქანა, ჯიპი რო ქვია. წამომეწია და ვიღაცა მე მიცნო და შემომთავაზა სად მიბრძანდებით მე ვთხარი აი შტაბი იყო ჩვენი ფორმირებების. ჩავედი მანდ, რატო ჩავედი? მე მინდოდა ბატონი კიტოვანის ნახვა. თენგის კიტოვანი. დიდი სარდლეს. დიახ, და მინდოდა მისთვის მეკითხა რა ხდება საერთოდ ჩვენ თავს და რას აპირებთ და ვითარება ამიხსენით რომ მე ვიყავი მაშინ უკვე სახელმწიფო საბჭოს წევრი. და მე ვალდებული ვიყავი რაღაცა მეღონა. ინფორმაცია უნდა მეგებო. რაღაცა ხალხი მე მეკითხება, მე ჩემი წილი თავისებური ანგარიშვალდებულება ქონდა. პასუხისგებლობას ვგრძნობ, გამაჩნია სახელმწიფო საბჭოს წევრი ვარ და სხვათა შორის თვითონ სახელმწიფო საბჭოს წევრების ინიციატივა იყო ეს, რომ მე გამხდარიყავი სახელმწიფო საბჭოს წევრი. იცოდეთ ეს ფაქტი, თუ ვინმე საინტერესებს. და ჩემ წილ პასუხისგებლობას ვგრძნობდი. ბატონი კიტოვანი მე ვერ ვნახე ტურბაზაზე
სხვათაშორის გამორჩეული ტურბაზა იყო ბატონი მიშველიანი იყო დირექტორი ცნობილი ტურბაზა აფხაზეთში თავისი სილამაზით სიკოხტავით სისუფთავით და მომსახურებით ერთ-ერთი საუკეთესო დაწესებულება იყო და ვერ ვნახე ვერსად და მე ვთხარი რომ პასუხი მომეცით ოფიციალური მე ოფიციალური პირი ვარ აგერ ჩემი საბუთი სად არის კიტოვანი უნდა ვილაპარაკო მას ველაპარაკო არ ვიცით ეს თქვენ უარი ეს უკაცრავად რომ დაბლოკეთ საბჭოში იმის შემდეგ ხდება ხო ესა ხო რა თქმა უნდა იმის მერე იმიტომ რომ აფხაზეთში გადაადგილების ისა სახელმწიფო საბჭოში დააყენეს კიდევ ვიმეორება მათ 4-მა კაცმა წინააღმდეგი ერთმა თავი შეიკავა. მე უკაცრავად და კატეგორიულად აუკრძალავდი დანარჩენებს, ვინც ცოცხალია, მე კი არა. ქვეყანას უნდა კონდეს ესეთი შეგნება, რომ ესეთ ადამიანებს, რომ ესეთ სტარ და დანაშაულები ვაზღებულობდნენ, იმას პოლიტიკაში და სახელმწიფო სტრუქტურებში არაფერი ესაქმება. ეს უკვე სხვა საკითხია, ბატონო თენგი ისეთი ხალხს უკავია დღევანდელ დღეს თანამდებობები, რომ ნუ მათ მაგივრად ჩვენ სტანდარტი უნდა იყოს ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში ესე იქცევია. მათ მაგივრად ჩვენ ცხენი აგერ და ვართ ასე. და არ ვიცით სად არისო, ჩვენ ისე ცნობილი არ არისო და აქვე დავამთავრებ ამ საკითხს რამოდენიმე წლის მერე უკვე რომ ზავი იყო და საომარი მოქმედებები შეწყდა შვეიცარიაში ჟენევაში მოლაპარაკებების დროს ჩვენი დელეგაციის წევრი ვიყავი მე რამოდენიმეჯერ მერე არა იოსელიანი იყო ხელმძღვანელი დელეგაციის და მე ავთარდელი არა ბატონი ჯაბა იოსელიანი იყო იცით თქვენ რამოდენიმე წელი ხმახს გამახსენდა პირველი ჩვენი დელეგაცია ერთხელ იაპონიაშიც იყო ჯაბა მე ეგ სხვა საკითხი უკვე იყო პირველ ჩვენს პირველ დელეგაციას ჟენევაში მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობდა ბატონი ჯაბა იოსელიანი მე ვიყავი დელეგაციის წევრი შევარდნაძის გადაწყვეტილებით და პერსონალურად დიახ და ბატონმა ჯაბამ იქ შვეიცარიაში მე მომიყვა კერძო საუბარში რომ აი მე ვთხარი ასე იყო 14-ში და სად იყო ეს თენგისკიტოვანი რომ მთელი სახელმწიფო ეძებდა კიტოვანს შევარდნაძეც ეძებდა მე გავიგე ნუ მე თუ ვითომ ეძებდა ნუ ოფიციალური ოფიციალური და ესე იგი ბატონმა ჯაბამ მე ისეთი ნახევრად ჩაიცინა არა ხუმრობით არა სერიოზულად მითხრა რომ ბატონი თენგისკიტოვანი ქუთაისთან ახლოს ნადირობდა აჰა ნუ აი ასეთი პასუხი მივიღე ესე იგი ადამიანი შედის ქალაქში ხელმძღვანელობს ამ შესვლით სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობს თავდაცვის ministrია და აი ნუ რამოდენიმე საათი იყო გასული დილით ადრე შევიდნენ უკვე სხერპლია სამი ადამიანი უკვე ტყვეები არის სამი ადამიანი და აი ამ ოპერაციის ხელმძღვანელს ეძებს მთელი ქართული სახელმწიფო და ვერ პოულობდა და მე შევიტყვი რამოდენიმე წლის მერე რომ აი ასე ყოფილა და ნუ მე მოვითხოვე გავიგე რომ ტყვეებია მოვითხოვე ტყვეებთან შეხვედრა აუცილებლად უნდა ვინახულო ისინი თქო და ჩამიყვანეს სარდაფში ნახე ტყვეები ახალგაზრდა ბიჭები ძალიან შეწუხებულები იყვნენ და რას ხედავ მშვენიერი პურვარილი სადილი გაშლილია და ღვინოც არის აქეთ აფხაზი ტყვეები ბიჭები სხედან აქეთ ქართველი ბიჭები სხედან და ერთმანეთს ესე იგი ადღერძელებენ აი ასეთი სურათი ნახე და იმ ბიჭებმა შემეხვეწეს რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისათვისო რომ ეს სისულელე შეწყდესო უკვე სხერპლი არისო და მითხრეს კარგად მახსოვს არძიმბაო ვერაფერს ვერ გააკეთებსო ეხო ნერვიული კაცი არისო ოცნაური კაცი არისო და მიდითო მოძებნეთო ალიკა ანქვაბიო ასე მითხრეს ნუ იმ დღეს კარგად მახსოვს რა თქმა უნდა ის დღეს საერთოდ კარგად მახსოვს მამა იყო წასული ადრე დილით საქმეზე ქალაქში და რომ შემოვიდა ეს ჯარი ქალაქი მექანიკურად გაიყო ორ ნაწილად წითელ ხიდამდე იყო აქეთ
ჩვენი ფორმირებები იქეთ ხარის იყო პოლიცია აფხაზური და მაშინ ჯარი არ ყავდათ მათ აფხაზური პოლიცია და ზალოვნები ასე გაიყო ქალაქი არავის არ უშვებდნენ აქედან და მამა დარჩა ნათსაებთან მახსოვს იმ ღამეს არავის არ უშვებდნენ აი ასე მახსოვს მე ის პირველი დღე აუბედითი და კიდევ რა დავიმახსოვრე თენგიზიცით იმ ტურბაზის ტერიტორიაზე შვენიერი ტერიტორია ფარშევანგებიც კი დაადიოდნენ მან ისეთი ლამაზი იყო 18 წლის ისე როგორც გაგრაშეც მახსოვს ფარშევანგები 18 წლის ხო გახსოვთ გაგრაშ ფარშევანგები 18 წლის ბიჭი იყო ალბათ ეს სულ ახალგაზრდა და დაველაპარაკე გამოველაპარაკე და საიდაური ხარ მე ვთხარი და კახეთიდან ავარო პირველად ვარო აფხაზეთში რა ლამაზი ყოფილაო მითხრა სხვა პირველად თქვენ ვინა ხართ მეუბნება მე ვთხარი მე ადამ არშანია ვარ აი სახელმწიფოს ჩაფშოს წევრი ბატონ თენგიზკიტოვანს ვეძებ მინდა მასთან გასაუბრება აფხაზი ვარ მე ვთხარი ეთნიკურად ასე შემოვხედე უიმე ქალბატონოა და როგორ გავხარ თქვენ აფხაზები ჩვენ ქართველებსო ასე მიფასუხა ესე იგი აფხაზი არ უნახია თვალით არასოდეს და წარმოსახვით ასოციაციები და მე რომ ვუთხარი რომ მე ვარ აფხაზი ადამ არშანია იმ ხალ სოხუმელი ვარ აქ დავიბადე ამ და აქ დავიზარდე ამ ქალაქში აი მე როგორ გავარ ჩვენ ერთმანეთს როგორ წარმოედგინა ეს აფხაზები ნეტავი აი ასეთი სასაცილო ამბავი ახლა მაგ თემაზე ჩოლოყაშვილის რაზმიდან ავარო მე კი ჩოლოყაშვილის სახელობის რაზმიდან ვარო ორდენები ხო იყო კახელი ვარო წარმოშობით აი ეს დავიმახსოვრე რაღაც ძალიან იმ დღეს აი ასე მახსენდება მე 14 აგვისტო ვისეგონა მაშინ რომ აი ასე სასტიკად ყველაფერი გაგრძელდებოდა ასე ტრაგედია ორივე მხარესთვის ორივე მხარესთვის ნეტავე ვინ გამარჯვებული ვინ არის ვიკევხედავთ დღემდე ვიმკით და მე არ ვიცი კიდევ რამდენი წელი ათეული წელი საქართველოს იმკის ამ ტრაგედიის ერთი შეკითხვა მინდა აქ და შემდგომ ნელ-ნელა უნდა გადმოვიდეთ დღევანდელ დღეში გუშინდელზე ხო ვილაპ ეს ამოუწურავი თემაა მაგრამ ერთი სიტყვით ორი სიტყვით მინდა თქვენგან გავიგო თქვენი აზრით მე ამ შესვლაზე გითხარით ახლა თითქმის დეტალურად ახლა კულუარული რაღაცების და საერთოდ კიდე სამეგრელოს და ესეა კიდე ცალკე სალაპარაკოა თბილისი სამეგრელო და აფხაზეთი ეს განუყოფელი ეს იყო სამკუთხედი რა რომელმაც საბოლოოდ ითამაშა რაღაც დამანგრეველი როლი აი სამივეში აი სამივე დაზარალდა რაღაც მაქსიმალურად რა რაღაც უსაშველი პოლიტიკური ცენტრები დიახ ცენტრები ესე სადაც ბობოქრობდა ძალიან ცუდი ენერგეტიკა და სისხლი ყველაფერი საწინააღმდეგო განწყობები აზრები და რატო და საგანგებოდ გასულ ახლა მაგაშენ იმასაც ვიტყვი ადა რა ახლა სულომა რო თქვა 81 წელს თუ 2 წელს ძალიან მაგრად არიან ჯერ კიდე ესენი არ 80 წელს არა სადღაც 78 და გამოვიდა და თქვა რომ საბჭოთა კავშირი ხსერი კარდინალი იყო რა რომელსაც ესეთი ინფორმაცია ყოველთვის მეორე მესამე პლანზე იყო სტალინი დამოყოლებული რა იქიდან და საბჭოთა კავშირი აუცილებლად დაიშლებაო და ამაში სხვა ფაქტორებთან ერთად სხვადასხვა რესპუბლიკელები დიდ როლს ითამაშებენ. მათ შორის ერთ-ერთი უპირველესი საქართველო იქნებოდა. აქედან გაფრთხილებთო რომ როდესაც დაიშლებაო, იმის შემდეგ არ შეწყვიტოთო, ასე ვთქვათ, რეაქციების მიღებაო გარკვეულწილად და ჩამოთვალა რა საქართველოში რა არის აქილევსის ქუსლი რა არის. იუჟნა სამხრეთ ოსეთი, აჭარა, აფხაზეთი, შემდგომ გადავიდა სვანეთი სამეგრელო ჯავახეთი ესენი და ყველგანო როგორც კი შესაძლებელი იქნება ისე ამოქმედებს ბერკეტები. ანუ მაშინვე იყო ეს ჩადებული გასაგებია ხო? თავარი რა ჩვენ უნდა აგვეცილებინა ეს ისინი ხაფანგები თორე თავისთავად ხაფანს დაგიგებენ აბა რას გიზამენ ახლა ბუნებრივი თენგიზ იმდენად აშკარა იყო რომ ხაფანგები იყო და არ უნდა მოუყუნო თითეული ფეხის ნაბიჯზე რა ანუ ახლა გონიერი კაცი ნადირისგან იმით განსხვავდები რომ
უნდა არიდო რა და სხვაებიც უნდა არიდო. შევა განსაკუთრებით ქალები და ბავშვები და უმწეო ადამიანები, ვისაც ბრძოლა არ შეუძლია. თვალნათლით ჩანდა ეს ხაფაგირი სხვათაშორის დიდი ამოსაცნობი რაღაც პარადიგმა არ იყო. აი ერთ შეკითხვა რო გითხარით რა, თქვენი აზრით ეს ომის დაწყება და ეს მთელი კომპლექსური საკითხი რაც ამას შემდგომობა საბედისმეტო შემთხვევა იყო თუ ისტორიული კანონზომიერებით გამოწვეული ფაქტორები. ოღონდ ძალიან მოკლედ მითხარით. თუ ორივე ერთად. მე მაინც მგონია რომ ეს იყო საბედისწერო შეცდომა უფრო. ვიდრე კანონზომიერება არ იყო იმისკენ მიმართული რომ მაინც და მაინც ომი უნდა დაწყებულიყო. ნამდვილად არ იყო ეს ფაქტორები. ბევრად და ბევრად ხელოვნურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. თუ რამე პრობლემები იყო აფხაზებს და ქართველებს შორის და პრობლემები იყო, როგორ არა? აბსოლუტურად მოგვარებადი და არ იყო ისეთი რომ ეხა ომი უნდა გაჩაღებულიყო იქ. ნამდვილად არა. რა საკვირველია ამით ისარგებლეს და აი მოხდა პროვოცირება. ისეთი მარტივი ხაფანგები დაგვიდეს და ისე მარტივად მოვყავით. საბჭოთა კავშირი იშლებოდა დემონტაჟი საბჭოთა კავშირის მაგათ დასავლეთ სხვანაირად უნდა და ითამაშეს ჩვენს ხასიათზე, ამბიციებზე, არასახელმწიფო უხედვაზე და ასე შემდეგ. ემოციებზე ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხია, მაგრამ ძალიან იმპულსური, ძალიან ემოციური ხალხი ვართ, ადამიანები ვართ. წინ მიდის ემოცია და მერე უკვე გონება მერე მისდეს. კარგით, ალბათო და ახლა გადავიდეთ უფრო ნელ-ნელა გადმოვიდეთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღეს ახლა კატასტროფასთან ძალიან ახლოს ვართ. სახელმწიფო ვადრები კიდევ იმეორებ ეს არის რაღაც ესეთ ახლა სიკვდილის შაობი, აქედან აუცილებლად უნდა ამოვიდეთ. ეს კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა და არ არის ესე მარტივად, ხო? როგორც ასეთი სხვადასხვა მრავალწახნაგოვანი პრობლემებია, რომელიც თავს იჩენს რაღაც ყველანაირად და ეს ახლა აქ მინდა ისევ აფხაზეთის რაკურსიდან შევხედოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ახლა თქვენ უნივერსიტეტის თემა და აფხაზეთის უზენაეს საბჭოს იზამეთ სხვათა შორის აფხაზეთის უზენაეს საბჭოშიც სანამ შევარდნოდე ჩამოვიდო და მე გელა ჩერგულაშვილი და ირაკლი მელაშვილი 3 დღის განმავლობაში ხვდებოდით მათ შორის მამა თქვენიც იყო მახსოვს იქა და აი სრული რაღაც საშინელება, დახუცმაცება, ფრაგმენტაცია, გახლეჩვა, სხეულისა დანაწევრება, აი რაც თბილისში იყო, იმის ანარეკლი იყო, ოღონდ პერიფერიულად რა და ეგ დემარშები არძიმბა გამოდეს იქ თავის იმას, რასაც კარნახობე ჩრდილოეთიდან იმას აკეთებს, იქიდან გივილომინაძე მინისტრი იმას პასუხობს, დეპუტატები საერთოდ ტოვებენ თავის პოზ და ბრძოლის ვალ შეიძლება ასე ითქვას და ნადარეიშვილი კიდე ცალკე ჩვენთან ცალკე ვილაპარაკობდე და ახლა მივხვდი რომ ახლა კატასტროფული მდგომარეობა იყო რა ეს ყველაფერი და ნუ ახლა ეს საჭირო იყო ეს უთხარით და ის რაც გეტყვით ახლა მოვლენას ცოტა წინ გაუსწრებ რა რაც ის ხდებოდა რაც მაშინ ხდებოდა აი დაახლოებით იგივე ხდება დღესაც და მინდა ამ თემაზე თქვენ შეეხოთ მე არ ვიყავი გუშინ წინდელ თუ 3 დღის წინ იყო აფხაზეთის უზენაეს საბჭოს სხდომა კრება თუ რაღაც სესია გაიხსნა ხო და მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მინდა რა რომ აი პარალელი გავავლო მე ახლა შემთხვევით არ მithქვამ სად ეს რა მე ამას ტრაგიკულად აღვიქვამ რა და პირდაპირ გეტყვი რა ბევრი არაფერი არ შეცვლილა და თუ რამე შეიცვალა ამ თვალსაზრისით რა მოდი ამ გამოსავალსაც ვილაპარო იმიტომ რომ ჩვენც აუცილებლად რაღაც დოზით რაღაც რეცეპტი უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას ან რაღაც გამოსავალი ან სიმართლე უნდა უთხრათ რა სანთელ საკმეველი თავი გზას არ დაკარგავსო ამისი მაინც უნდა გჯეროდეს თორე ახლა ამადგან რო არაფერი არ გამოვა ეს ახლა ცხადზე ცხადია და მე მინდა აი შეეხოთ ამ თემას. მე მგონი ესეთნაირად განვიხილოთ, ხო? ნუ ამ თემას მე კი შევეხები თენგიზ, მაგრამ იცით რა, გამოსავალზე საუბარი ცოტა რთულია. ანუ ჯერ აღწერეთ სურათი. ნუ კი ბატონო, სამშაბათს ამ კვირაში 17 თებერვალს გაიხსნა საგაზაფხულო სესია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსი და
კონსტიტუციის მიხედვით, ტრადიციის მიხედვით, მთელი თავრობა მოპატიჟებულია, აფხაზეთის თავრობა ესწრება სესიის გახსნას, მოგეხსენებათ ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების გახსნის დროს თავრობა ესწრება. და რასაკვირველია, თავმჯდომარის გამოსვლის მერე, ჩვენი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სესიის გახსნისას აუცილებლად აკეთებს ანგარიშს გავლილი პერიოდისა და მე უკვე სიტყვა ეძლევა თავმჯდომარის მთავრობის. თავმჯდომარე მთავრობის თავის მხრიდან რაღაცები ისაუბრა, არც არ იყო მაინც და მაინც საინტერესო ჩვენთვის. და რასაკვირველი არ შეეხო საერთოდ უნივერსიტეტს. ეს გასაკვირი ამბავი იყო, ხო? გაატარა ასე. ნუ ეგ არ ვიცი, გამორჩა. გაატარა თუ ხელი დაიბანა ქალბატონოა და შეგნებულად არ შეეხო ამ თემას, ამას მე ვერ გეტყვი. თქვენ ნუ ცხადე ხა, ჩვენ ეს გაგვიკვირდა. და ნუ ბატონმა ხუბუამ ჩემმა კოლეგამ დამასწრო, პირველი მოადგილეა თავმჯდომარის და გაკვირვებით კითხა მას, რომ ნუ ჩვენ არ გვესმის და გვიკვირს, რატომ ამ თემაზე არაფერი არ ბრძანეთ. რეაქცია, პოზიცია. რა თქმა უნდა და ნუ მე გავაგრძელე აზრი და ვთქვი, რომ საგანგაშო და საგანგებო სიტუაცია გვაქვს ჩვენ სოხუმის უნივერსიტეტის ირგვლივ. ეს არის სახუმარო საკითხი. და აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ახლა სუფევს იქ და დაიწყო, კიდევ ერთხელ მე დასვამდე მივედი, რომ აბსოლუტურად არ არის გათვითცნობიერებული ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება აფხაზეთის თემასთან. და აფხაზეთის ეს შეგნებულად ხდება არაპროფესიონალურად თუ პოზიცია ესეთი თუ როგორ? არ ისმით. თქვენ როგორ გონიათ? არ ისმით რა არის, ვინ არის, ეს რა არის საერთოდ ეს სოხუმის უნივერსიტეტი? თვითონ თემა, ხო? არ ისმით თემა საერთოდ. არიციან ისტორია და წარსული ამ უნივერსიტეტის როგორ შეიქმნა, სად გაიარა, რა გაიარა, რა გაიარა, რის ფასად დაუჯდა, რა ბრძოლები გაიარა და ის კი არა პრემიერ-მინისტრმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, რომელიც ეძღვნებოდა განათლების რეფორმას, ოცნების პრემიერ-მინისტრმა ზუსტად და არა ჩვენი ქვეყნის, ერთ-ერთ თავის გამოსვლაში, საჯარო გამოსვლაში, პარლამენტში გამოსვლის დროს ისეთ შეცდომებს უშვებს და ისეთ ინფორმაციას ეუბნება ადამიანის, ნუ ეს არის სამარცხვინო ამბავი. 90-იან წლებამდეო, 90-მდეო საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი, დედა უნივერსიტეტი არსებობდა. ნუ ახლა აბსოლუტური უვიცობა. ადამიანმა არ იცის, რომ 78-ის მოვლენების შედეგად ეს აჯანყებები და გამოსვლები რო იყო აფხაზეთში 79 წელს ლიხნის გამოსვლა, ლიხნის წერილი პატრიარქის შეურაცხყოფის მიყენება იქ. ხო გახსოვთ? მე ყველაფერი მახსოვს. ყველაფერი მახსოვს, ეს არ მინდოდა ამის თქმა. არა, მე უნდა გავიხსენო. ძიმია ძალიან ამის თქმა. 79 წელს ამის ყველაფრის შედეგად შეიქმნა დაარსდა სოხუმის უნივერსიტეტი. ნუ იმ საბაბით და იმ არგუმენტით, რომ ყველას მოკავშირე რესპუბლიკაში ავტონომიაში არისო უნივერსიტეტიო და ჩვენ როგორ არ უნდა გქონდეს ორჯონიკიძეში არისო, იქ ნანჯიკში არისო და სოხუმშიც უნდა იყოსო. ნუ მე მახსოვს მამამ თქვა, რომ როგორ არ გამიხარდებაო მე სოხუმში უნივერსიტეტის დაარსებაო, მაგრამ ვიციო, რომ ჯერო ამ ჩვენს სტრუქტურასო არ აქვს ის პოტენციალიო, რომ უნივერსიტეტი იყოს ნამდვილიო. ნუ ჯერ მოსაზიდია კადრები ხო უნდა მოიკიდო, ხო? საძირკველი ხო უნდა ჩაიყარო. როგორ არ გამიხარდებაო, მაგრამ ჯერო არ იქნებაო ისო მაინცო უნივერსიტეტიო, იმიტომ რომ სამუშაოა გასავითარებელია, კადრებია მოსაზიდი, პროფესორ-მასწავლებლების შემადგენლობა გასაფართოვებელი მოსაზიდი და ფაკულტეტებით უნდა გავამდიდროთ და აი ასეთ საუბრები იყო. პირველი რექტორი გახდა ზურაბან ჩაბაძე, გამოჩენილი პიროვნება, ძალიან სერიოზული ხელმძღვანელი ლიდერი, ნუ თავისთავად გამოჩენილი მეცნიერი იყო და იცით რა, ამ მისმა ფიგურამ ზურაბან ჩაბაძეზეა საუბარი, აი რო არ გარდაცვლილიყო, ნაადრევად გარდაიცვალა, აი იქნებოდა შემაკავშირებელი ხიდი, ასე თქვა. ხიდი, ისე ეჭირა ეს უნივერსიტეტი, აფხაზური და ქართული მხარე, ისე ლამაზად, მძლავრად
კონფლიქტებს არეგულირებდა, აფხაზებს ეუბნებოდა ყველაფერს, სადაც არ იყვნენ მართლები. ქართველები თუ არ იყვნენ მართლები, ქართველებს ეუბნებოდა პირში, რომ აი ამაში არ ახართ მართლები. ნუ იყო ვაშკაცური პიროვნება. აი თენგიზ ეს გვაკლია ჩვენ. იცით რა, საკვანძო თანამდებობებზე, საკვანძო სტრატეგიულ ადგილებზე ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი პიროვნებები. საკვანძო ფიგურები, საკვანძო ადგილ, საკვანძო პიროვნებები ჭირდება. ძლიერი პიროვნებები, ეროვნულები, სუფთები და ხარიზმატული ხალხი. აი ეს არა გვაქვს. მაგრამ მონა მორჩილი, პლეა, მონა მორჩილი, ესე იგი შემადგენლობა. მონა მორჩილი. ვინ საკითხავს ახლა ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ, უნდა მომძლავრდეთ. რა თქმა უნდა. როგორც მამა თქვენ ესე არ იყოს, ხო? ამიტომ გამოჩენილი ადამიანი. ჩვენ დავანებოთ თავი ჩვენს ხელისუფლებას, იმათგან არაფერი არ გამოვა, მათთან საუბარს აზრი არა აქვს. მე ამაში დავწმუნდი. მე თავიდან საუბრობდი, ვცდილობდი, მივდიოდი ხდებოდი იგივე ქალბატონ თეახვლედიანს, იგივე ბატონი ბოლსკის კომისიის სხდომებზე ყოველთვის ვიყავი, ნერვიულობდი, განვიცდიდი, სიტყვით გამოვდიოდი, პრობლემებს ვაყენებდი, მწვავე საკითხებს ვაყენებდი, მაგრამ მე დავანებე თავი, განვაცხადე კიდევაც, რომ მე ვტოვებ ამ კომისიას. აზრი არ აქვს, თქვენ დაამყაყეთ, თქვენ დააწვნილეთ ბოდიში, რომ ასეთ შედარებას ვაკეთებ, მე აფხაზეთის საკითხი და თქვენ უბრალოდ ისპუსტოე პაროჟნიე რუსებს ვაკ. ამ ჭიქიდან იმ ჭიქაში წყალს გადაასხავთ, ამ ჭიქიდან იმ ამ წყალს გადაასხავთ. რა არის? კარგი. არ მინდა. და ეხლა დაუბრუნდეთ უნივერსიტეტს. დაუბრუნდეთ. ნუ დაგვპირდა ჩვენ ამდენი შეცდომები, ამდენი გაკვეთილები, უმწვავესი. თუ ხელისუფლება არ ვარგა, ხო? მაშინ შენ რაღაც ინიციატივით ხო უნდა გამოხდე. და ამიტომ თენგიზ ისევ და ისევ როგორ იყო ეროვნული მოძრაობის დროს არ გახსოვს? მაშინ იყო საბჭოთა ხელისუფლება, ნუ დე ფაქტო ხო იყო. გინდა თუ არა, ჩვენ მას მივმართავდით, წერილებს წერდით, თუმცა მახსოვს ირაკლი წერეთელი მე არ ცნობს, არ ცნობა. არ დავწერ წერილს, არ მოვაწერ ხელს, ვის გაუგზავნო? მე ამათ არ ცნობ. საბჭოთა ხელისუფლება უკანონოა. ირაკლი ფაქტობრივად დე ფაქტო ესენი ხო არსებობენ. დე ფაქტო ხო ხელმძღვანელობენ საქართველოს. ნუ მიდი და ნუ მიმართავ ახლა, ნუ ახლა როგორ გავა. აი ქალბატონო ვადაახლავნა. არ გამაბრაზოთ ახლა. იმ თვალსაზრისით რომ არ შევადარებ იმ კომუნისტებს ამათ როგორ შევადარებ. შეგნებით. მე სხვა რაღაცას ვამბობ თენგიზ. აი ესეთი ვითარება. დე ფაქტო ესენი არსებობენ. მაგრამ არ არიან ეს ხალხი საქართველოს ღმერთმა დაგვიფაროს ხელმძღვანელები. ესენი არიან ბატონი ბიძინა, ჭანჭიკები რაღაც. ჭანჭიკები, მონები, მსახურები, რამდენიც უნდა იმდენი ეწყინოთ და ესენი არიან ქართული ოცნების მთავრობა და ხელისუფლება. ამიტომ თენგიზ ისევ და ისევ რატო გამახსენდა მე ეროვნული მოძრაობა. ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ რაღაცებზე, ბევრ რაღაცებზე ჩვენს ქვეყანაში. კი, ჩვენ ოფიციალური ბერკეტი არა გვაქვს, ხელისუფლება არა გვაქვს, მაგრამ საზოგადოებას ხო ძლიერ საზოგადოებას ხო დიდი ძალა აქვს. რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ ხო, ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზულად აი იქიდან რო თქვენ რო იყავით ახლა, მინდა ახლა მანდაც დასკვნის სახით რო გავაკეთოთ, თუ იყავით, იბრძოლეთ თქვენ შევხედეთ, ხო? ახლა უნივერსიტეტის საკითხი, ახლა 9 აპრილის დამოუკიდებლობა და ამ ხელმძღვანელი და ეს მოყვა აფხაზეთის მაგ უნივერსიტეტის რეზონანს, რა პირდაპირ ეგ არის აფხაზეთში შექმნილი რეზონანსი და იქიდან წარმოსული მოვლენები და დაუმორჩილებლობა და სუსლოვის იდეოლოგიაზე პასუხი იყო 9 აპრილი, რომელმაც მოუტანა დამოუკიდებლობა. ამის არცნობა, ამის გაუცვეცნორი არის ტრაგიკული და უბედურობა ის არის, რომ პრემიეს და იმას არ ესმის, და აფხაზეთის იმას ვინც ვითომ გულისხმობს, ეგ ვიღაცები რო ჩამოთვალეთ თქვენ, არაფერი რო არ არის. და აი ამის გარეშე წარმოუდგენელია სახელმწიფოებრიობაზე და მის შენარჩუნებაზე ლაპარაკი. მე იმიტომ დავიწყე ეს გუში დღე, იმიტომ ჩამოთვალა ეს ფუნდამენტალური მოვლენები. ეს ამას მოყვა, ეს ამას მოყვა. ეს გადაბმულია პირდაპირ კავშირშია. ზოგიერთი ფრაგმენტაცია, როგორ შეიძლება ამის დაცილება და მხოლოდ ისტორიულ კუთვნილება და კალენდარული დღე კი არ არის. შენი დაბადების დღე არის. სახელმწიფოს დაფუძნების დღეა. ერთი მეორედან
გამოდის და გამომდინარეობს. შენ თუ აქ დაუშვი შეცდომა, არ გაანალიზე, ისევ გააგრძელე, ისევ დაუშვი. მოწყვიტეს მოვლენები ერთმანეთისაგან, მიიღებ ტრაგედიულ შედეგებს. ესე იგი, ჯერეთი ანალიზს ვერ გააკეთებს. ვერანაირად. დასკვნებს ვერ გამოიტან და გააგრძელებ ისე და ვაგრძელებ. მაშინ რა უნდა გავაკეთოთ, ქალბატონო არა, აი მითხარით ახლა. აი რა უნდა გააკეთო, ახლა არსებობს ეს ორგანო, არსებობს, ეგ არის დაუმორჩილებლები, ბავშვები გამოდიან და თქვენ მოღალატეო, მაგაც იმას რო კითხო, მაგათ მაგენ მე მისხდება გული. არა, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ იქ ლექტორებს და ეს ხალი რო არის 10000 ნო შესწირა იმას ვითომ ლექტორ. ქალბატონზე ცალკე არ მინდა ეხა მე დრო არ არის, ის ქალბატონი თავის დროზე ეს რამოდენიმე თვის წინ მოხდა. დიდი შეცდომა იყო პოლიტიკური იმ ქალბატონს. მისი შემოყვანა ამ პოზზე. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეს მხარე როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკური მხარე, პარტიული მხარე, როგორ შეიძლება? მე უთხარი ქალბატონს. მაგან ქალბატონო ანა, მაგან მოგსპო ჩვენ აი ამ პარტიულობა, იქიდან გამომდინარე რომ მოუყევი ის მოვლენები. ეს იყო პარტიულობის შედეგი. იმიტომ მოავლინეს ის ქალბატონი მაშინ რამოდენიმე თვის წინ ნუ კიდე უფრო გაეხლიჩა ეს ყველაფერი. აი ზუსტად რომ აი ამზადებდნენ აი ამ ვერაგობას. და ეხა მაინც აფხაზეთიდან წამოსული ლექტორები, პროფესორ მასწავლებლები არ წავიდოდნენ ამაზე და ხელს არ მოაწერდნენ ამაზე. ესე იგი გამოშიგნეს სოხუმის უნივერსიტეტი. აი გამოშიგნეს თამამად შეგვიძლია მე ეს თქვა. და ეხლა ვითომ აი ამას გაძლევთ იმ ფაკულტეტს არ დავხურავთ ის მოემატება ეს ეს უკვე იცით გამოშიგნა შინაარსისგან დაცლა ეს არის უკვე იცით რა საუბრები აი ისეთ ადამიანებისთვის ვინც ამ თემაში იაფასიანი ამ თემაში არ ერკვევა და გონია რომ არ არის თლათ ის საქმე როგორც მაგალითად მე ვამბობ და ეს გადაჭარბებულია ყველაფერი. და რა უნდა მოხდეს აი თქვენი აზრით? რომ აი გარდასახვა მოხდეს, ან ფერისვალება მოხდეს, ან განახლება მოხდეს, ან სტრუქტურის, ან შემადგენლობის შეცვლა, რაღაც და ბიჭი ხო არ შეიძლება ჭაობში იძირებოდეს, ხო? ეს ნუ თქვენ ახლა მე დამისვით ყველაზე რთული და მძიმე საკითხი. საზოგადოებას ვამსდა, მეც ვალდებული ვარ იგივე. თენგიზ ეს ეხება არა მხოლოდ სოხუმის უნივერსიტეტს. სულ ყველას ეხება. ეს ეხება ყველაფერს. აუცილებლად. რა უნდა ვქნათ, რომ ეს მორჩეს გავაჩეროთ. რომ არ იყოს ეს უვარგისი ხალხი ხელისუფლებაში. აი რა უნდა გავაკეთოთ? არა, არჩევნებით ამათ ვერ მოუგებ. მიტინგი არ შეიძლებაო, ტროტუარზე დგომა არ შეიძლებაო, იქ დგომა გაზეთ მოწამვლა შეიძლება მოსახლეობას. აი რა უნდა გავაკეთოთ? ეს არის ჩვენი ყველასი საფიქრალი ჩვენი ყველასი ვისაც არ შეუულია ესე უთხრილ უბრალოდ გაჩერება თავის სამშობლოში ზოგი ხო ვიცით როგორ ცხოვრობს ჩვენი რა ხო არა ჩვენ ახლა იქიდან საიდანაც მოვდივართ იქ ახლა ჩვენ საიდანაც მოვდივართ თენგიზ მე და შენ ვერ დავიძინებთ უბრალოდ და ვერ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაზე ჩვენ თუ ჩვენი საქართველოსთვის რაღაცა სასიკეთო არ გავაკეთოთ ხო და იღუპება ეს ქვეყანა ხო ხედავთ რას არ მიადგენენ ვითომ მორიგი რეფორმა განათლების. ეს არის კამპანიური ხასიათის. ამათ შიგნით რაღაცები აქვს მოფიქრებული თავისთვის. პარტიული ამბებია ეს. ეს არის ვიწრო. ქართული ოცნების მაფიოზური რაღაც მოფიქრებები ჩვენ კიდევ არ ვიცით ბოლოს რა დამკაში როგორ გავლა. რა აქვს. იმიტომ რომ რაც მე ჩემი თავი მახსოვს პოლიტიკაში, მე რომ პარლამენტის წევრი ვიყავი, სადღაც 20 განათლების მინისტრისთვის მაინც მაქვს მოსმენილი. ყველა მინისტრი იწყებს განათლების რეფორმას. მეორე მოდის და ამბობს, რომ ის არასწორი იყო და შეცდომა იყო. არა თანმიმდევრობა. არა თანმიმდევრობა, არა პრიემსტვინას როგორ არის ქართულად. მემკვიდრეობა, კაცო, მე თუ ეს დავიწყე. კაია, კარგია, შენ გააგრძელე. აუცილებლად. მე თუ ეს დავიწყე და არ ვარგა ამბობ, მართლა ასე არ ვარგა. თუ ეს შენი კაპრიზია. და აი ეს ამას ჩვენ უყურებთ 35 წელი. ნამდვილად. და განათლების რეფორმა თავისთავად ეს არის ძალიან რთული თემა. დიდი თემა. ბიჭო, ამას აკეთებს ქალბატონო და მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები და ინტელექტუალები, რომლებიც შემდგომ უკვე კომიტეტს და პარლამენტს შემდგომ აწვდიან დოსიეს. კი ბატონო.
პრემიერ-მინისტრმა რომ ბრძანა რომ 700 იურისტი გჭირდება ქვეყანასო მეტი არა წელიწადში საიდან თვლის ამ ციფრს ესეც ხო საინტერესოა ეს ციფრი არ უნდა იყოს რაღაც მოგონილი ციდან მისტიური ეს უნდა იყოს გათვლილი პრაგმატული და სქემაში ჩამჯდარი რატომ მაინც და მაინც 700 საიდან მოიტანა ეს ციფრი და საერთოდ ხედვა რო არ არის სტრატეგიული არც ერთ საკითხზე იმიტომ ცხოვრობ ჩვენ ასე. არც განათლების რეფორმაზე არ არის სტრატეგიული ხედვა, არც აფხაზეთის დაბრუნებაზე არ არის სტრატეგიული. არანაირ. რაში? დაბრუნება კი არა ადა კაცო რეები ხდება ახლა მთელი რიგი გლობალური საკითხები კარგი რა ხა მე და შენ თუ მოვესწრებოდით იმას რომ სომხეთი რომელიც 300 წელიწადი იყო რუსეთის ფაქტიურად სატელიტი კავკასიაში და ასრულებდა ჟანდარმის როლს ხო ღიად ხო დაუფარავად ხო ამით ინარჩუნებდა თავის ვითომ თვითყოფადობას და სინამდვილეში რის ფასად დაუჯდა ეს ჟანდარმობა ახლა ხან ყარაბაღში დავინახეთ ხო 300 წელი 3 საუკუნეზე მეტი დაახლოებით ის თუ შემოტრიალდებოდა როგორც ასეთი და თავის მოსისხლე მტერთან ერთად შექმნიდა რაღაც პლაცდარტს იმისთვის რომ იქ ძირითადი მოთამაშეები ვინც არიან გავლენიანი ცივილიზაციით ბევრად უფრო დიდი ვიდრე რუსეთი, ჩინეთი და ირანი და სამხრეთ კორეა, ჩრდილოეთ კორეა და ვენესუელა და ასე შემდეგ. ხო, ყოველ შემთხვევაში ამაზე ხო აშკარად მაღლა დგას, ხო? არჩევანი თუ გასაკეთებელი იქით უნდა გააკეთო, რითი? ისტორიით, კულტურით, სამხედროთი და ასე შემდეგ. ხო, ამ კომპონენტები აშკარად იმათ ხარეზეა უპირატესობა, ხო? ახლა ჩაიდო რომ 100 მილიარდი იმით ზანგეზურის ეს პროექტი და მისთან დაკავშირებული ეს ანუ ფაქტიურად ხდება იგივე რაც ბალტიის ასე თქვა ზღვაში რუსები გარიყეს და შვეციის და ფინეთის მიღებით ნატოში რომელიც ნეიტრალები იყო გადააქციეს ასე თქვა ნატოს ტბად და იმას მიადგენ პირდაპირ პეტერბურგს რა კატარღები და სამხედრო და რუსებმა ხმავე რა მოიღეს იგივე პროცესები დაახლოებით ხდება ახლაც, როგორც ასეთი და ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ წაგებულის მაჩანჩალას და რაღაც გაუგებარი, რაღაც პათოლოგიური, რაღაც წარმოსახვის ზეგავლენის ქვეშ. აი სინამდვილე თუ გინდათ ეს არის. და ესენი და მე ვერ გავიგე ახლა კავკასია თუ ისე შემოტრიალდება თურქეთიც იქ არის ხმელთაშუა ზღვა რუმინეთი ბულგარეთი როგორც ასეთი ხო ეს ქვეყნებია ხო ატლანტური ქვეყნების ასე თქვათ პარტნიორები ხო ზემძლავრები ხო როგორც შესადახარ ამ დროს რა გინდა ვისთან ერთად გინდა რა შანსები გაქვს რა რისკი გაქვს როგორ ეს ხო ახლა ფუნდამენტალური საკითხებია მე ხო უნდა ამიხსნა მაგათ მე ახსნილი არ გაიშვა მაგრამ ყოველ შემთხვევაში საზოგადოებას ხო უნდა პარლამენტში დებატები ხო უნდა ქონდეს აუცილებლად აი ამ საკითხებზე რა საქართველოს ახლა ჩვენ რო ვილაპარაკეთ ახლა საქართველოს თუ ლიდერი არ იქნა კავკასიაში ყოველთვის იყო ყოველთვის ჩრდილოეთით სამხრეთით ამას კრავდა და აერთიანა ახლა ხარ ყველაზე მაჩანჩალა და პოზიციურად გაქვს რაღაც პათოლოგიური ერთი კაცი შიშებზე და ასოციაციაზე და რაღაც ავადმყოფურ რაღაც წარმოსახვებზე რაღაც ჩამოკიდებული და დამორჩა ძევლად აყავს აყვანილი რელიგიური სამოქალაქო ესეთი ინსტიტუტები და რომლებიც ხმას ვერ იღებს ეს არის ჩვენი ბრალი ეს არის ქართული ცივილიზაციის ამ შემთხვევაში ქართული ცივილიზაცია დავით აღმაშენებელი ცოდნე დადიანი და ესენი არიან კაცო არგონავტები და უდიდესი ის არის რა ბარე ორი ვერ იტყვის ესეთ ვერ დაიკვეხნის რომ იმხელა რაღაც სულ ამას ახლა ხან აღმაშენებლობა იყო იქ გახდეთ ჩვენ და რაღაც სასწაულები ვიხილეთ მართლა და ამ კაცმა ამხელა მემკვიდრეობა დატოვა მართლა და ახლა რითი პასუხო რას უსწორებ თუ ამით აი ამ ყველაფრით თავის გიორგი ჭყონდიდელი და ან ინსტიტუტებს ეგრეთ წოდებული რელიგიურს თავის თავს რო უწოდებენ ამ გიორგი ჭყონდიდელი არ უნდა გაუსწორონ თვალი ახლა ვერ გავიგე ახლა ჩვენ ვასწავლოთ ეს ყველაფერი რა სწავლა უნდა და თენგის აი წარმოიდგინე ქვეყნის პარლამენტი რომელ ქვეყანაში ორი რეგიონი შენოკუპირებული ყავს და ის პარლამენტი არ ატარებს დებატებს ამ თემაზე არა და საჩვენოდ სასიკეთოდ მიდის კაცო ერთია რომ შენ გადაწყვეტილება არიცი რა ქნა არიცი რა გააკეთო არიცი ერთია მაგრამ კაცო რა ვითარება განსხვავებული აზრი ხომ უნდა მოისმინო რა ვითარება ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა ვხდათ ხალხო რა უშველოთ დახურეს ხტომა კი ბატონო იმ მსჯელი ამაზე ჩვენ რო ვიყავით იქ დეპუტაცია აფხაზეთის
ყოველთვის. მე ის კი არა მე საკითხი დავაყენე რომ ჩამონათვალი რო არის პლენარულ სტომაზე რა საკითხები უნდა განვიხილოთ, ყველა საკითხი მნიშვნელოვანია ცხადია, რომელიც შემოდის პარლამენტში, მაგრამ უნდა დავიწყოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების. აბა მოვიკითხოთ ისინი, აბა რა ხდება მანდ და რას ვაკეთებ ჩვენ დღეს, რომ მივახლოვდეთ ოკუპირებულ ტერიტორიას. სანამ მე ვიყავი პარლამენტში, ყველა პრემიერ-მინისტრს უსვამდი ერთი და იგივე შეკითხვას. ბატონო გახარია, თქვენ რო გახდებით პრემიერ-მინისტრი, რო ვიხილავდით მის კანდიდატურას. პარლამენტში მთავრობის ხდომას თუ დაიწყებთ იმით, რომ აბა მთავრობის წევრებო, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს და რას ვაკეთებ ჩვენ დღეს, რომ ოდნავ მაინც მივახლოვდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და დავიბრუნოთ ისინი. გამეცით პასუხი, დაიწყებთ თქვენ ასე მთავრობის ხდომას. პასუხი ვერ მივიღე. გასაგებია, ახლა. კიდევ კიდევ ვიმეორებ, ახლა ადა რა, ახლა ამ თემებზე რაც დავიწყეთ ლაპარაკი, ხო? ბიჭო, ახლა რაღა შორს ავიდეთ, კაცო, რა გახარია რატმე და ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდენ ჩვენები იქ დიდი ზეიმი რო მოხდა და 200,000 კაცი რო გამოვიდა ეგ ქუჩაში და ეროვნული თანხმობა ფაქტიურად შედგა. მანდეს კვეკვესკირი რო იყო გალიდან ტოლული სხვათა შორის მეგრულ აფხაზური იმის წარმომადგენელი, მაგათ თქვა ისტორიული სიტყვები აფხაზეთი საქართველოა. დაინგრა იქ. აბა ერთი ჩაატარე და კითხეთ რის საფუძველზეა. იქნებ მე რასაც ვლაპარაკობ, რაღაც ტყუილებია, თქვენ რასაც ესეც ტყუილებია, ეს ყველაფერი მოჩვენებებია, იქნებ ილუზია. მოვიდენ აგერ რა. მოვიდენ აგერ. შეიძლება ახლა ეს ისტორიული ესენი არიცოდე, დაბადების მოწმობა და ესენი დაბადება საიდან ხდება, დაფუძნება საიდან ხდება, რა აქტები გაქვს. თუნდაც იმათ რა უნდა ელაპარაკო, თუნდაც რუსები გავიდენ ახლა დაუშვათ ცხინვალიდან და იქიდან. მე ეს ცხინვალის საკითხი რო დადგება და აფხაზეთთან კიდე ამ თემაზე დავილაპარაკებთ გვაქვს. იქ უფრო რთული მოლაპარაკება იქნება გაცილებით. აი მათ რას თავაზობ, რის საფუძველზე თავაზობ, როგორ არის ესა? რა უნდა წარმოადგინოთ, ვინ უნდა ჩავსვათ, მოლაპარაკე. ეს არის ამოუწურავი თემა. ეგ წინასწარ ყველა უნდა იყოს შეთანხმებული. ტერის და მოყვარეს, ტერი პირობითად ვამბობ, მე შიგნით ვამბობ, შიგნით. ამაზე აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს შეთანხმებული. აუც შეჯერებული. ეს არ უნდა იყოს, ეს არ უნდა იყოს რაღაც სავაჭრო და გადასედა დღესაც რაღაც დღესაც ეს ქალბატონი პრეზიდენტი რო არის და სხვები და ეს სამხრეთ ოსეთის და იმას ეს სამხრეთ ოსეთის ჩვენ გავაუქმეთ და ლეგიტიმურად და ასე შენელ ცხინვალის რიგი ესე კიდე მიშამ აღორძენა მე ეგ ტერმინოლოგია სხვათა შორის. და მიუმატა კიდე. ხო და რაღაცა არ მინდა ახლა მაგ თემაზე, ახლა მაგ თემას ნუ შევეხებით, თავს ვარიდე ყველა, მაგრამ მე ვამბობ დე ფაქტო რაც არის. აი რა პრობლემის წინაშე დგევარ და რა უნდა გავაკეთოთ ელემენტარულად. ეს გადაცემა, ეს პროექტი და ეს ზღნება ამ თემას. რა თქმა უნდა, თენგის, აი შენი ეს გადაცემა არის უკვე ერთ-ერთი ფორმა და გამოსავალი ბრძოლისა. მაგრამ ისევ და ისევ რა დაგვრჩა ჩვენ, არაფერი დაგვრჩენია საზოგადოებამ, შეგნებულმა საზოგადოებამ უნდა ესე იგი ორგანიზება გაუკეთოს თავის თავს და ყველანაირი ფორმები ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ, ვებრძოლოთ. დავიცვათ ჩვენი სამშობლო რა ვქნა. ეს ოპოზიცია რო ლაპარაკობს. საუბარი ხელისუფლებასთან დამოკიდებულია. არა, გასაგებია კაცო ეს ხელისუფლება რა მე ხუთე კოლონა თუ ვინც არის გასაგებია. მე რამდენი წელი ამათ ველაპარაკე. არა. რამდენი წელი წყნარად, შვიდად მოფერებით, წინადადებით, კონკრეტულ წინადადებს არაფერი, კი, მართალი ბრძანდებით, კი, ხო, სწორი, კარგია, სწორია, მე არ ხარ. მაგრამ ბავშვებს დაიჭერ და ახლა ამასთანაც სამარცხვინო რაღაცა ქვეყნისთვის მოხდა. რა და სამარცხვინო იქ ევროკომისიის წევრებმა და ევროპარლამენტის ოფიციალურად განაცხადეს, რომ აქ ციხეებში და პოლიციის მხრიდან ადამიანების და ბავშვების წამებები ხდება. ეს ახლა რა მე მიხარია მე ამის დაბრუნდა მიშას დრო არა მე უარესი კიდე რაღაც ესეთი რაღაც ეს პირდაპირ ჩაწერილია ეს ვიღაც პარტიის გადაწყვეტილება კი არ არის
და კიდე რა ელოდებათ ამათ კიდე ამ რაღაც მომწამლავი გაზის და იმის გამოყენებაზე და ასე შემდეგ კიდე ნამდვილად არ მიხარია რა. სიცხვილეა ჩვენი ქვეყნის რა. კატასტროფა. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ქვეყანა ვინც მაგას ჩაანაცვლებს იმასაც დიდი პრობლემები შეექმნება. მე ამაზე ვდარდობ, თორე ეგენი სულ არ მედარდება. ვის რას წარმოადგენენ? ქვეყანა ზიანდება. აუცილებლად თუ. და ამიტომ მაგ თემაზე თუ მიდის ლაპარაკი, რაც თქვენ სწორედ აღნიშნეთ და ეს უნდა იყოს ქვაკუთხედი ეს თემა, რაზეც ვლაპარაკობთ. ეს არის თანხმობის საკითხი სხვა მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოპოზიციის თუ ისე ვინც არიან რაღაც გაერთიანება, გაერთიანება არ არის თვითმიზანი არ არის. გააჩნია რა თემატიკის, რა სტრატეგიის და რა იდეის გარშემო აერთიანებ და რა ძალებით ამას იმაშვებით და როგორ არწმუნებ ამას მოსახლეობას. ეს არის მთავარი საკითხი. ეს არის ფუნდამენტალური სასიცოცხლო ინტერესების კომპლექსი დაგვანახეთ. ჩვენ გვაქვს ეს პირდაპირ კითხვა, ბევრი სულ ყველა არა, მაგრამ უმთავრეს საკითხებში ვინც არის ეგ მეცნიერთა კონგრესით არის ადამიანების საინტერესო არიან, ამ თემებზე აქვს ფუნდამენტალური ისინი დადებული. კიდე ამას თუ შევაჯერებთ, ხო გამოვა საკმაოდ ესეთი რამ რა და ამიტომ რა ვიცი მოხარული თქვენი მოსვლით იმედია რომ ეს ნაყოფიერი იქნება ძირითად საკითხებში შეთანხმებულები ვარ და მინდა 1-2 სიტყვით მიმართოთ უნივერსიტეტის ირგვლივ ბევრი ამის თქვა მინდოდა მაგრამ რა ვქნა სხვა დროს თქვა სხვა დროს ნუ ახლა გასაგებია რომ რა 2 სიტყვით მაინც თქვით კარგია რომ ეს გადაცემა არსებობს თენგის და ისევ და ისევ საზოგადოების მობილიზაცია აუცილებლად სხვადასხვა ფორმებით ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც ჩვენ